კამბოჯადან ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო ვიეტნამი, ჰოჩიმინი. სადაც ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით დაახლოებით 2 დღე, 3 დღე, გადაგვეღო რაღაცა კონტენტი და შემდეგ გაგვეგზელებინა ვიეტნამის სხვა ქალაქებისკენ გზა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ვიეტნამის სავიზო აპლიკაციაზე შევიტანეთ განცხადება 4 დღის წინ და წესით პასუხის მოსვლა სჭირდება 2 ან 3 დღე. ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. წამოვედით ავტობუსით სასაზღვრო უახლოეს ქალაქამდე. ახლა რა ვქნა და არ ვიცით, ერთი სრული დღე უკვე დაგვეკარგა. ახლა იმ ავტობუსის გაჩერებაზე ვარ, სადაც დროებით ჩამოგსვეს, იმიტომ რომ საზღვარს ვიზის გარეშე ვერ გადავკვეთავთ. საჰაერო გზით, ანუ აეროპორტებში შეგიძლიათ ვიზის ყიდვა ადგილზე, თუ ვიზა არ გაქვთ, მაგრამ სახმელეთო გზაზე გთხოვენ წინასწარ ელექტრონულ ვიზას. არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება და გაგაგებინებთ. რამდენი ბუზი არის, რაღაც საიზღრობა ის არის ლოკაცია. აი ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ფრენები ჯისთან გვიან დავმეგობრდით და მეგონა რომ ვიეტნამის ვიზის ამბავი ყველაფერი გარკვეული მქონდა. და სამწუხაროდ, მეც მომდის შეცდომები. მეგონა რომ საჰაერო გზით გადასვლის შემთხვევაში, როგორც ტაილანდის, კამბოჯის და სხვა ქვეყნების ვიზას ყიდულობ ადგილზე, მასე ვიყიდდი. ხო? და აქაც არასწორ რაღაცას გეუბნებით. ახლა მივდივართ სასტუმროში, რომ სადღე შევიდეთ, დავსწრეთ ჩანთები დავალაგოთ და გადავწყვეტო რას ვიზამ, ანუ აქ დავრჩები, წავალ სხვაგან სხვა ქალაქში გავფრინდები და იქნებ საჰაერო გზით შევალ ვიეტნამში თუ რა იქნება. Hello. It's cool. გონი ჩავედით, უკან შემოდანი. აქაც ეს ჩემოდნები. სხვა ტაქსი არ იყო, მხოლოდ ტუკტუკი იყო რა. ნახოთ რა იქნება. ალბათ მიხვდით უკვე რომ ამ ეპიზოდში ეს მე დავბრუნდი და შავებში ჩაცმული პაპავა ცოტა ხანი გვერდზე გადავწიე, ხო? ხო, ეგრე ჯობდა დღეს გავუშვი დასასვენებლად. და აქ ახლა რასაც ვიძახდი რომ საჰაერო გზით გადავიდოდი და აეროპორტში წავიდოდი და ბლა ბლა ბლა, კიდევ კაი ფრენები ჯიმ ზუსტი პასუხი მითხრა რომ საჰაერო გზითაც მჭირდებოდა ელექტროვიზა. ამიტომ უნდა დაულდებოდი, სხვა გზა არ მქონდა. სასაზღვრო ქალაქი არის, ქალაქი რა, სასაზღვრო სოფელია და ზედ საზღვართან უამრავი სასტუმროა და უამრავი კაზინო. ლოგიკურია რა. აი ამ სოფელში რომ საჩვენო სასტუმროს მივაგენი, ამასაც ვენეჭიობდა. სასტუმროში გადაღება არ შეიძლებოდა, რადგან შიგნით იყო კაზინო, აქ ფაქტობრივად ყველა სასტუმროში არის კაზინო, რომელიც სავსეა ჩინელებით და ვიეტნამელებით, უფრო ჩინელებით და სასტუმროში დავტოვეთ ჩემოდნები და წავედით საზღვარზე, რომ რამე გაგვერკვია. საზღვარზე მოვედით, გადაღება არ შეიძლებაო, მაგრამ ხო, მოყვება ახლა უკან პოლიციები. იდეაში არ შეიძლებაო გადაღება და ოკეი, ვიღებთ რა თქმა უნდა. სულ დავარცხნილ და რამაც კადრებს რომ გაჩვენებთ. ეგრე არ არის საქმე, აქ ჩვენ ბევრ სირთულეებზე გავდივართ. კაზინოებს გაჩვენება ვიეტნამში ადგილობრივებისთვის კაზინოებზე წვდომა შეზღუდულია. შესაბამისად ამ ქალაქში ძალიან ბევრი კაზინო ხდება და უმეტესწილად ვიეტნამელები კი არა, ჩინელები და არის სავსე. მთელი ჩინეთი აქ. ინგლისური არავინ არ იცის, საზღვარზე ვერავინ ვერ დაგვეხმარა და რავი, ეხლა ველოდებით როგორმე ვიეტნამური კარტა ვიყიდოთ, რომ ვიეტნამის იმიგრაციის დეპარტამენტი გაიხსნას და იქ უნდა დავრეკოთ. საზღვარზე მისულებმა ფაქტობრივად ინგლისურის მცოდნე ვერ ვნახეთ. ბოლოს ერთი თანამშრომელი ვნახეთ ჩინელი, რომელიც ინგლისურად საუბრობდა და გაგვაგებინა, რომ საზღვარზე არანაირი შანსი არ იყო ვიზის აღების ან დაჩქარების ან რაიმე გზა. ასევე თუ ინტერნეტში თქვენ მოიძიებთ ვიეტნამის ვიზის დაჩქარებულ პროცესებს, წააწყდებით
არა სანდო კომპანიებს, რომლებიც იღებენ დაახლოებით $150-200, რომ რამდენიმე საათში მიიღოთ ვიზა. ხშირ შემთხვევაში ან იშვიათად მართლდება და მართლა მოგდით ვიზა, მაგრამ უმეტესწილად ეს არის სკამერობა და თქვენს ფულს იჯიბავენ. ამიტომ არ მოტყუდეთ. მე როგორც ვამუღამებ აქაურობა ფულის გასათეთრებლად არის. მთელი ქალაქი სასაწყო. ალბათ ჩინელები ათეთრებენ ფულს. ვიეტნამელებიც, კამბოჯელებს სად აქვს ფული რომ გაათეთრო? ეხლა მე კი სადღაცა კამბოჯის სოფელში ვარ, მაგრამ საჩემოადგილებს სულ ვაკრავ. ეს რაჯობია საჭმელს რომ შეხედა და სუფთად გამოიყურება. არა მსმადის აღმძრევა. სუფთად. ეხლა მანაღლე რა იქნება იმაზე რა ქვია. ვიზაზე. რა დაველდება. ფაქტი არის, მოსაყოლის ისტორია მაქვს. ჰოჩიმინს თუ ვერ გაჩვენებს და ვიეტნამის ტუნელებს რაც ძალიან საინტერესო იყო, არა ვისაც იმას გაჩვენებ სოფლის კაზინოში როგორ ჭამ, რა საინტერესოა, ხო? 9 საათია რეალურად რაც ვარკვევ სავიზო პროცედურებს. ვიეტნამის საიმიგრაციო დეპარტამენტში ვრეკავთ მთელი დღეა და არანაირი შედეგი არ არის. ცალკე მე ვრეკავ, ცალკე საქართველოსთან ფრენებიჯის წარმომადგენლები ირეკავენ. არანაირი კავშირი არ არის და აი არ ვიცი, რავი, რა ვთქვა. ეხლა მივდივარ დედაქალაქში, მეგობარს მაინც ვნახავ და დედაქალაქში დიდად საინტერესო ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ ვეცდები რომ ჩავიდე და გაჩვენოთ რა. ზუსტად 20 წუთი გვაქვს, რომ მოვიდეს ჩვენი ტუკტუკი და ამ ტუკტუკით წავიდეთ ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც აი ამ წამებში ფრენებიჯი იყიდულობს შემთვის ბილეთს ავტობუსისას თუ რაღაცას არ ვიცი, რომელიც გადის 20 წუთში და ჩაგვიყვანს დედაქალაქში. მომინდა ეს რაღაცა ის VIP მოგზაურობა და საბოლოო ჯამში ბომჟი ვიშალდია, მაგრამ საინტერესოა. და მგონი მეორე სეზონი სამხრეთ ამერიკაში თავიდან ბომჟური გვექნება. მე ვიტყვა რასაც ეს ეხლა დიცივციანი ტუკტუკი გამოვიწერე და დუდი არა, უზარმაზარი სიუცება. ოკეი. აი ეს რა საინტერესოა მოგზაურობა. აი. ერთო ჩემო ის სათვალ და რა დღეში ვარ. რა ხდება? მართალია ჰოჩიმინში უნდა ჩავსულიყავი და ეს ეპიზოდი ჰოჩიმინის იყო. უნდა გენახათ ჰოჩიმინში საომარი ტუნელები, ეგრეთ წოდებული ის ძველი ხაფანგები და 1000 რაღაც საინტერესო. ძალიან საინტერესო კონტენტი. გამოგვეცალა. მეთხოვა ამ ადგილს რომ არ ვეკუთვნი. ისეთები მიყურებენ. აუ, ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვი. ერთი დილა კუალა-ლუმპური იყო თუ ბანგკოკი არ მახსოვს რა და ამის სხვაგან დავჭი და იმ უბანში რომ გავიხუტე და გამოვედი უბნელები იცი როგორ მიყურებდნენ რაღაც ესო ვინაა. ანუ ესეთი ისტორიები იმდენი დაგროვდა. მარტო რაღაცა პეროს კი არ ვატარებ ხოლმე და იმ ბუმბუ. თქვენ რამდენი რამე არიცით. ძალიან დამხლელი დღის შემდეგ ჯერ 12 საათი ავტობუსით, მერე 9 საათი ამბებს ვარკვევდით. ამის მერე კიდე 4-5 საათი ვიმგზავრეთ სასაზღვრო ქალაქიდან დედაქალაქ პნომპენამდე და ძლივს გვეღირსა და ჩამოვაღწიეთ ქალაქში. ხო. ჩვენ ჩამოვედით კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში. იმედია სწორედ გამოვთქვა ამ სახელს. ამ ქალაქში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასევე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ქალაქი მდებარეობს 3 მდინარის შესაყარზე. ეს მდინარეებია ბასაკი, საბი და საქვეყნოდ ცნობილი მეკონგი. სადაც ჩვენ აუცილებლად გვექნება ტურები. ხალხი ძალიან საყვარელი არის, ესე დადია მოტოვი და ხელს მიგდებოდა და აინტერესებთ რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ კამერა, მიკროფონი, განათება აშკარად ეთყობა დედაქალაქელების ჰაბიტუსს. კაი, წავიდეთ ახლა სასტუმროში, ბუკინგზე რაც შემხვდათ ცენტრში, პირველივე სასტუმრო დავჯავშნე და წავიდეთ, ვნახოთ. მე თქვენ ბევრჯერ გითხარით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უნდა გქონდეთ გადმოწერილი გრაბის აპლიკაცია. ჩათვალეთ 2 კილომეტრზე დამიწერა €9 ტრანსფერმა და აი ჩვენი ტრანსფერიც მოვიდა. აი. და კიდე ეს ქალაქი მე-15 საუკუნეშია დაარსებული და მე-19-მდე ძალიან ბევრჯერ დაანგრიეს და ფაქტობრივად მე-19 საუკუნის მერე აღადგინეს. €9-იანი ტრანსფერის კვალობაზე მერწმუნეთ, რომ იდეალურია. ხო და ეხლა სასტუმროში წავიდეთ, სადაც უნდა გადავიხადოთ სულ რაღაც $25 ქალაქის ცენტრში და ამ სასტუმროს აქვს
rooftop აუზი, ქალაქზე ხედით, საუზმე და კიდე სხვა ბევრი რამ. ნახოთ, რას შემოგთავაზებენ $25. ასევე ოთახები იყოფა როგორ გეტყვით, $25 არის ხედის გარეშე დაბალი სართული, ხოლო თუ $10 დაამატებთ, იქნება ხედით შედარებით კარგ პირობებში. ვინაიდან მე წინა ეპიზოდში გითხარით, რომ ეხლა მე მინდა გავტესტო დაბალ ბიუჯეტური სასტუმროები, იაფად და მაქსიმალური კომფორტით, ავირჩევ $25-იანს. ხო გაჩვენებთ ხოლმე ისე რა პერო სასტუმროებს. ეხლა გაჩვენებ $25-იანს. გულმა მაინც ვერ მომითმინა და ის $10-ით დავამატე და ხედიანი ავირჩიე ხო და წამოდი ვნახოთ. იდეაში სასტუმროში გადაღება არ შეიძლებაო, მაგრამ აი დაახლოებით როგორი სიტუაციაა, იცი? წლების წინ ყოფილი ვარ ბათუმის ორბიში რა, უზარმაზარი აპარტამენტები რო არის და ოკეი, უზარმაზარი აპარტამენტები რო არის და ძალიან ბევრი ის როა ოთახი. ღმერთო ჩემო, ორნი ვართ, ეს რა ლოგინია? ნამეტანი პატარა ლოგინია და კარები, რატოა ღია კარები? კაი, არ დაგვავიწყდეს რომ ვართ დედაქალაქში, შუქი ავანთოთ, ვართ დედაქალაქში, სადაც ქალაქის ტოპ ლოკაციაზე, ცენტრში $40 შემოვედით პაწაწინა სტუდიოს ტიპის ოთახში. ოკეი, საპირფარეშო სუფთაა და აბა ხედი შევამოწმოთ. აი, კითხვა მონათდება და ან კი აირჩიეთ ან არა. გინდათ თუ არა რომ შემდეგ სეზონში გაჩვენოთ მსგავსი სასტუმროები და არა ის, რასაც წინაზე გაჩვენებდით. მე არ მინდა, კომფორტული მირჩევნია და ეს რა ხედი არის, ყველაზე კაი ხედი მომეცით ხო და კაიო. აი, მართლა იგაა რა, ბათუმის ორბი, ოღონდ ზღვის მხარეს არ არის ოთახის ფანჯრები. ქალაქის მხარეს არის. კაი, გარეთ გავიდეთ, აი რაღაცას ვეცდები რომ გაჩვენოთ. დღეს მივდივართ, სად მივდივართ, არ ვიცი, მაგრამ კაი გავიდეთ. ენერგია შევინარჩუნოთ, რომ ხუჩიმინში მერჩივნა. ტუნელები იყო, მეკონგის დინარის ტურები იყო ძალიან კაი. ფრენები გამიუქვდა იქიდან, სადაც მივფრინავდი, სასტუმროს ორი ღამის ის ჯავშანი გამიუქვდა, ტურების გადახდილი VIP ტურებიც გამიუქვდა. და მოვალ სადღაც, აი, რატო ღმერთო, რატო რა ნიშანს მიგზავნი თუ რას მეუბნები ამით, აქ რომ მომახვედრე იმი. ჩვენ არ ვიცით რამდენი ხანი დავრჩებით კამბოჯის დედაქალაქში, მაგრამ არ შეიძლება ამ ქალაქს ისე ჩაუარო, რომ არ მოგიყვეთ 1975 წელს კამბოჯის რადიკალურმა კომუნისტურმა დაჯგუფებამ როგორ აიღო ქვეყნის დედაქალაქი და სულ რაღაც 3 დღეში იძულებით როგორ დაატოვებინეს ქალაქი 2 მილიონ ადამიანს. ხალხის ავადმყოფობებიდან გამოყავდათ და ეგონათ რომ ისინი დროებით იხიზნებოდნენ სოფლებში. მაგრამ ამის რეალური დანიშნულება იყო ის, რომ დაჯგუფებას რადიკალურად გაეუქმებინა ქალაქური ტიპის ცხოვრება მთელ ქვეყანაში. მოსახლეობა ფეხით გააძევეს, საავადმყოფოებიდან პაციენტებიც კი გამოიყვანეს. მოხუცები და ბავშვები გზაში იღუპებოდნენ და ამაზე არავინ არ რეაგირებდა. ხალხს ეგონა რომ უკან რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ისინი უკან აღარ დაბრუნებულან. პნომპენი დაცარიელდა და რატომ გააკეთა ეს რეჟიმმა? მათ სურდათ ქალაქური ცხოვრების სრული განადგურება, საზოგადოების განულება და ეგრეთ წოდებული Year Zero. ფული გაუქმდა, სკოლები დაიხურა, რელიგია აიკრძალა, ხალხი გადაიყვანეს შრომით ბანაკებში და დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის თითქმის 2%. არ ვიცით ჩვენ ქალაქში რამდენ ხანს დავრჩებით, მაგრამ ხვალ დღისით თუ აქ ვიქნები, პირობას გაძლევთ რომ გაჩვენებთ ქალაქის ტრაგიკულ ღირსშესანიშნაობას, რამაც გამოიწვია კამბოჯელების ტრამვირება, ისე რომ თაობებსაც კი დღემდე მოჰყვებათ ეს სტრესი. მაგრამ სასიხარულო ის არის რომ დღეს ამ ქუჩებში რომ გაივლით, ხალხი მაინც ისევ იღიმის, როგორც უწინ. ეს ალბათ მათი მთავარი რელიკვიაა, ღიმილი. ვიდეოში უკვე ვახსენე რომ კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში მეგობარი მყავდა, ამიტომ გადავწყვიტე იქ ჩასვლა სანამ ვიზას ავიღებდი, თორე სხვა შემთხვევაში დავრჩებოდი სასაზღვრო ქალაქის რომელიმე სასტუმროში და ღმერთს მადლობა რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჯერ ხო ჩემს მეგობარს უღრმესი მადლობა ძალიან კარგი მასპინძლობისთვის და კამბოჯის ღამის ცხოვრების ისეთი დამალული რაღაცეები აღმომაჩენინა, რასაც ვერ გაგიზიარებთ, ვინაიდან ოჯახური კონტენტი არის და ხო, ამსტერდამშიც კი არ გაუცებულ ვარ, ისე როგორც ბასაკ ლეინზე.
ჩვენ წავედით ბარებში, კლუბებში და პნომპენის ღამის ცხოვრება ავსახეთ ვიდეოებში, მაგრამ სამწუხარო რამ მოხდა გადატანისას წაგვიშალა. ამიტომ სიტყვაზე მენდეთ რომ ყველაფერი იდეალურად იყო. თვად ისეთიც არ არის რაც თქვენ წინა ეპიზოდებში ნახეთ და რასაც მე შემდეგ ვიეტნამის ქალაქებში ვნახავ, მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. განსხვავება რა არის, იცით, აი ავთენტური იყო რა. პნომპენში თუ მოხვდებით როდესმე, მერც უნდათ რომ რა ვიცი, ჯობს მომწეროთ და პირად შეტყობინებებში გეტყვით, იქ რა უნდა გააკეთოთ. მიხვდებოდით ისევ აქ რომ ვარ, ესე იგი ვიზა არ მომსვლია და ისევ პნომპენში ვჩები. აი კაკას აუზსაც მივსებენ, მგონი იმდენ ხას მიწევს არჩენა რომ ბარემ ამ კაც აუზი აუსოთო. Pool and gym. მგონი იქით არის აუზი ბიჭო. მგონი იქით არის აუზი. წამო აბა ავიდეთ ერთი. Okay. ჯიმი საკმაოდ კარგია, ვარჯიშობენ, არ შევაწუხოთ ხალხი, წამოდით, აუზს გაჩვენებთ ზევით არის. ვაუ, რა კაია, ძალიან მოუწოს. დავრჩეთ, მოდი, კამბოჯაში აუზი გვაქვს. აი, მდინარის შესაყარი, რა კარგად ჩანს, ნახეთ. ამ მდინარის შესაყარზე გითხარით, რეალურად როცა ჩამოვედით. აქ გადაობა ის არის, რომ ფასიდან გამომდინარე, ის პატარა რაღაცა აუზის მომეწონა ცარიელი რა და მე იმ ხელ აუზი რომ ნახე მთელ სახურავზე პანორამული ხედებით, მეთქი ბრავო. აი, მაგ ფასად სად ნახავთ ევროპაში ან საქართველოში ან სადმე რავი, ეგეთ სიტუაციას. მე არ შემხოდრი არსად. სხვათა შორის 2 საათია დავდივარ, რომ მენახა ლანჩისთვის რამე ადგილი და იმდენი იდეალური ადგილი არის, რომ ევროპაში კი არა, ბევრად უფრო კარგად გიგონია თავი. ახლა უცბად შევჭამ და გაჩვენებთ გენოციდის მუზეუმს და ამასობაში იმედია, იმაზე არ ვიფიქრებ, ხვალ რა გადავიღო კიდე, იმიტომ რომ ვიეტნამში მინდა. ყოველ წამს ვამოწმებ ვიეტნამის ვიზა მომივიდა თუ არა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგრამ აქაც მომწონს. გუშინდელი ხამი ისეთი კაი იყო. twinმა დაისვენა, რასაც ქვია რა, დღესაც კარგად გამოვიცინე, 12-მდე მეძინა გემრიელად. მე აუზე ვიყავი, ახლა ჭამ, მუზეუმსაც გაჩვენებთ, ჯიმშიც ავალ და ისევ დავიცინებ. მე მომიტევეთ, აქ ისევ მეგონა რომ მხოლოდ ერთი ღამე დავრჩებოდი პნომპენში. ეს ადგილი ადრე სკოლა იყო, აქ ბავშვები სწავლობდნენ. მაგრამ ჩემს უკან ახლა საკანში რკინის საწოლს ხედავთ დაფის მაგივრად. აქ ადამიანებს სახელები წაართვეს და რიცხვებად აქციეს. $1975 წელს რადიკალური კომუნისტური დაჯგუფების ლიდერმა ფნომპენმა ფაქტობრივად ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, რამაც გამოიწვია 2 მილიონამდე კამბოჯელის დაღუპვა. ყველა ინტელექტუალი, ვინც კი სადმე რამეს წარმოადგენდა, ექიმები, ინჟინრები, ფილოსოფოსები, მასწავლებლები, პედაგოგები,
აბსოლუტურად ყველა დაიჭირა, რადგან რეჟიმს ასე უნდოდა. ამ სკოლაში დაახლოებით 20,000 ადამიანი დაიღუპა და იქიდან მხოლოდ რამდენიმე გადარჩა. და ემოციური არის ის, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის პარალელს ვავლებ ამ ყველაფერს და მახსენდება 37 წლის საბჭოთა რეპრესიები. არ ვიცი, ამაზე ვილაპარაკო, არ ვილაპარაკო. თქვენ თვითონაც თავად დაგიტოვოთ საფიქრალი და უბრალოდ ჩემი ზედმეტი რაღაც არ გამოუშვა, არ ვიცი. მე არ მესმის, როგორ შეუძლია რეჟიმს, სისტემას, იდეოლოგიის თუნდაც ერთ ადამიანზე მაღლა დაყენება. ეს არის ადგილი, სადაც სისტემა ადამიანებს ანადგურებდა არა იმიტომ, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, თუ ვინც იყვნენ. მათ აიძულებდნენ უამრავი ყალბი დანაშაული, რომელიც არც კი მომხდარა, მათ ეღიარებინათ და ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. ამ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ კადრებში, არც კი იცოდნენ, რომ ეს მათთვის ბოლო ფოტო იყო. და რეალურად იცით რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშიში განსაკუთრებით ერებისთვის. იდეა, რომელსაც ადამიანები ჭეშმარიტებად აღიქვამენ და კითხვებსაც კი არ სვავენ. როცა განსხვავებული აზრით დანაშაულად იქცევა და როდესაც რეჟიმი ამბობს, რომ ინდივიდი არაფერია, სწორედ აქ იწყება ერის ტრაგედია. ისტორია ერთ რამეს გვასწავლის, რომ თავისუფლება არ ქრება ერთ დღეში. თავისუფლება ქრება მაშინ, როდესაც ადამიანები ჩვენ ფიქრს ვწყვეტთ. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ რეჟიმს, ეს დამოუკიდებელი აზროვნებაა. თავისუფლებაც ხომ სწორედ დამოუკიდებელი აზროვნებაა. თავისუფლების დოგმები ბევრ სხვანაირად ესმის და გარყვნილებაში გადადის, მაგრამ ეს ასე არ არის. თავისუფლება არის, როდესაც დამოუკიდებლად აზროვნებ და არა კოლექტიურად. როდესაც კითხვები შენ ტვინში ჩდება და არა სხვის კითხვებს სვამ. ახლა მე ვიყიდე წიგნი იმ ადამიანისგან, რომელიც 1975 წლის რეპრესიებს გადაურჩა. ასეთი ადამიანი სულ ალბათ რამდენიმეა მთელ კამბოჯაში. და არ იყო ჩემთვის მარტივი ის, რასაც დღეს შევეჩეხე. ეს იყო სიჩუმე, მაგრამ სიჩუმე, რომელიც ყველაზე მეტად ყვიროდა და კედლებიდანაც კი ისმოდა ის ისტორია, რასაც ეს ადგილი ატარებს. ახლა ვამუღამებ კადრებს რო ვუყურებ, მაგ საცდავს თვალები რა დღეშია კი არა და მე საცოდავს პიროვნული გავრება დამეწყო უკვე, ხო? არა, აქ მე ვარ ახლა ისე ითერი გავუშვი.
ხო, ანუ ბოლოს აი ესეთი გადამწვარი სახე და თვალები მქონდა რეალიტი შოუში რო ვიყავი საფინალო კვირაში. სრულად გადამწვარი რო ვიყავი აი მაშინ რა. ეხლაც ეგ მომენტი არის. ვიზა ავიღეთ. მოგცეს, აი კაცი რო ვიეტნამის ვიზას ინატრებ რა. გადავრჩით რომ შაბათ კვირას არ ვრჩები და აქ იდეაში კაი იქნებოდა კუნძულიც არის რაღაც საინტერესო და სავარაუდოდ ვერ გავძლებდი და გადავიდოდი კუნძულზე, მაგრამ აქ თავარი ის არის რომ კამბოჯის დედაქალაქში მოვედით ქართულ რესტორანში და ეხლა შევიდეთ კარგად შევჭამოთ. ვიზა მივიღე, მე ღირსა. 3 ღამის შემდეგ, ნუ რეალურად ახლა მე 4 ღამეს ისევ დავრჩები მან და უკვე დილით გამთენია წავალ ვიეტნამისკენ, სადაც დავიწყარი და შთამბეჭდავი ფრანგული, კი არა და ვიეტნამური თავგადასავალი გველოდება. რაც ასწავლი ახლა ტაილანდში, ვიეტნამში და სხვა ბევრ ქვეყანაში ქართული რესტორანი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ სმენია, მაგრამ კამბოჯაში ქართული რესტორანი და მენიუსაც გაჩვენებთ. კიდრი პომიდრის სალათი, ბადრიჯნის სალათი, ხინკალი სამნაირი, ხალეულობა, ბლინები, ნიგზიანი ბადრიჯანი, კიდე რა აქვს? ჩქმერული, კუჭმაჭი, აჯაფსანდალი, ლობიო, ხარჩო. აკაი, აბა ნახოთ ახლა ქართულ გემოზე თუ შევჭამთ. ვიცი ეს არ მოგეწონებათ ხინკალს ხელით რომ არ ვჭამ, მაგრამ ეხლა თქვენს გამო რატო ვიაფერისო და ხელით რატო ვჭამ? მოყურეთ როგორ ვჭამ. ჩანგლით კუჩში და დანას ვაშველებთ. დაიცა მეორე ლუკმაც. ნამდვილი ქალაქური ხინკალია. გემო ერთ-ერთი, რავი, ყოველ შემთხვევაში მე საქართველოში ბოლოს ხინკალი ვჭამე 2 წლის წინ. ჩემთვის იგივე გემოა. რავი, მე პირადად 10-დან 10 წელს თან მონატრებული გემოა. მაგრამ აი დანარჩენ საჭმელს ბადრიჯანს რაც შეეხება. ხაჭაპურიც ერთ-ერთი ზის გემოში, მაგრამ აი ბადრიჯანი და ნიგზიანი მთლად ის ქართული გემო არაა. მარ შეიძლება არ აღვნიშნო ის თვითონ ადგილობრივები როგორი საყვარლები არიან ამ დაწესებულებაში და სულ ღიმილით გვემსახურებიან და ზედ დაგფოფინებენ რასაც ქვია. მომსახურებასაც 10-დან 10. I'm into your Georgian restaurants. It's really amazing. The food, really everything is so perfect. But I have a question, like who is your main guest in these restaurants? Like people from which countries? Russians. Oh, okay. So many Russians. And what about the locals? Local also, yeah. Really? The Cambodians love Georgian food? Yes. And which is your Yeah, best? this is a special one. Oh, the khinkali for sure. And which one is your best seller dish? Except khinkali. Except entirely. For me or for In general, and also for you too. Yes, for me, khachapuri. Khachapuri, okay. Yes. You know that in Georgia we have a lot of kind of khachapuri. Yes. Pafchiro here, acharoli. It's same here. My favorite one is acharoli. I wanted to taste, but no, not now. yeah, it's so heavy. აქ ძმაკაცი მეკითხება, კამბოჯელები რო ტარაკნებს და რაღაცებს ჭამენ, ერთი კითხე მიმტანსო ქართულ რესტორანში რატო არ დადიან? ნუ არ მეკითხავს რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც გაიგეთ, ყველაზე ხშირად რუსები სტუმრობენ ქართულ რესტორანს. But as far as you said, you don't have a lot of Georgian clients, yeah? Yes. No. And when did you open this restaurant? 12 to 10. Ah, okay, it's more than 2 years ago. Okay, thank you so much. Wish you a lot of clients, especially Georgian ones. Yeah. არ ვიცი, რავი, კამბოჯაში რო ხინკალს შეჭამ გემრიელად, უნდა თქვა რომ იცხოვრიაო. რა ოფისო. წავედით ახლა, დავლიოთ და ავღნიშნოთ ჩვენი ვიზა. დღეს გამთენია 5 საათზე უკვე მივდივარ ვიეტნამში და უნდა გამოვემშვიდობო კამბოჯას.
აი ექსპერიენსი იყო. კი არა და გამოცდილება არ გვინდა ეს ინგლისური და რუსული სლენგები. კი არა და ბარბარიზმები. წავედით. ქართული ბავშვის შემდეგ ჩვენ ახლა გამოვედით ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ შარდენზე, ბასაკის ქუჩაზე და შემოვედი ერთ-ერთ ადგილობრივ ადგილას ბარში და შევხვდი Oh my gosh, I don't know your name. I didn't ask you. My name is Nam. My name is George. Nice to meet you. Okay. Cheers. რა საყვარელი გოგოა დაამუღა მე და ეს არის კამბოჯელი. აი წინა კადრებში და წინა ეპიზოდებში კამბოჯაში გადაღებული რაც გინახავთ. სადმე აი ეს მსგავსი ტიპის ლამაზი, ცოტა რაღაცა დიდარი ჰაბიტუსის მქონე გინახავთ? მე არ მახსენდება რა, აი ესეთი კამბოჯელები ძალიან იშვიათი არიან მთელ კამბოჯაში, იმიტომ რომ და ეხლა გადაობა ის იყო რომ თვითონ მიმტკიცებდა რომ მეო ძალიან ჩვეულებრივი ისავალო კამბოჯელიო რა, ანუ არაფერი განსაკუთრებულიო და მეთქი გაჩერდი, გარეთ გაიხედე. ანუ კომპლიმენტებს ვეუბნებო და ცუდი გაგებით არაფერი მithქვამს, მაგრამ აი ძალიან დიდი განსხვავება არის რა. I will ask you some questions, you know, because you are a local, as you told me. Like, I'm interested in how is nightlife in Cambodia, in Phnom Penh. In Phnom Penh, the nightlife here, it's busy. It's a busy nightlife. There are a lot of bars in Phnom Penh, especially in Basak Lane. So you see like small bars everywhere and a lot of clubs, you know, like Yesterday different- also I checked some oh, of yeah? them. Yeah, so people tend to come to the bars, drink with their friends, you know, having fun before they going to Okay. clubs. You And know? what about the tourists? Do you have like a lot of international tourists in Phnom Penh? Yes, right now, a lot of tourists, international, they're coming from Korong Islands. Oh, okay. So, yeah, I would say a lot of tourists right now. Yeah, because in Southeast Asia, everyone goes to Thailand, Vietnam, but nobody goes to Cambodia. Of course, we are coming here, but I mean, most of them, they are going to Siem Reap for Angkor Wat, but Phnom Penh, it's a bit under the rating. What's the reason for that? Because as I know, you have like perfect islands near from the capital. I wouldn't say underrated because there are actually a lot of tourists in Phnom Penh as well. Okay, that's cool. A lot of expats. Yeah. Okay. And another question. Okay. How is the mindset of the people? Like, I mean, what is the mindset of young generation like you? Are they free or they are like a bit traditional? For example, in USA, in Europe, like They're a lot free. of young Yeah, yeah. people, like we have like open mindset and we are okay with a lot of stuff. But how is it in Cambodia? It actually depends. Some people are still traditional. Some people are open minds. A lot of people in Phnom Penh, they're open mind people, but not in a bad way. You Okay, know, yeah, like yeah, yeah. they still traditional. I did not ask you about the bad way, only, only good way. Yeah. So they're still a traditional person, but also open mind Yeah. person Yeah, as well. I'm like this. Yes, yes. So Yeah. in here, I think it goes both ways. Okay, It's that's not cool. just traditional or open mind. You Okay. know, like example for me, I'm both traditional, also open mind. Yeah, same here. Like back in. I keep my tradition from Georgia yeah. because I'm proud of it. But also I have like open mindset. I'm Yeah. okay with everything because it's life and maybe we need to try a lot of things while we are alive. True. Yeah. Since I have a bar currently next door. Yeah, you need to visit this Yes. amazing bar. So I cannot be traditional while having a bar. Yeah. Did you got it? Yeah, also so, you're a girl. Yeah. Like So the Khmer girl who opens a bar in Cambodia. yeah. That's so bold, I could say. Yeah. So you have to be, flexible. Yeah. Yeah. So it was nice to have conversation with you. It was I'm nice to really meet glad. you. Thank you so I much. hope my viewers will visit your bar and mention that you are from the George. Yes, please come to Curly next door. It's at Basak Lane / Basak Square. Okay. Thank you. And wait. Now tell me how is the chairs in Khmer language? Okay, it's Jol Mui. Jol Moy? Jol Jol? Mui. Jol Moy. Yes, because the other word it's like a bad word, so careful. No, I like bad words. Okay, I'll teach you. It's Joy Mui. No. Wait. Go. No. I don't want to teach you bad words. Okay. So Jol Mui. Maybe behind of the camera. Yeah, maybe behind the scene. Yeah. Okay, tell me how it was. Jol Mui.
ჯოლმოი. So, ჯოლმოი. Jolmoy. სულ ეს იყო ჩვენი თავგადასავალი პნომპენში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მით უმეტეს მარტო იმად ღირდა რომ გენოციდის მუზეუმში შევსულიყავი და ის ემოციები დამტრიალებოდა რაც მე იქ დამიტრიალდა ეს ვიდეოებში კარგად არ ჩანს. იმიტომ რომ გონებაში რავი ერთი რას ხედავ და მეორეა გონებაში მე იქ რა ემოციებს ვიღებ, განმიცდი და იმ ემოციებით სად მივდივარ ფიქრებით. ხო, შევხვდებით ჩვენ ვიეტნამში და წინ ძალიან საინტერესო რამ გველოდება. Adiós.